მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებენ. ღამის სერენადებზე ქართველი და უცხოელი კლასიკოსების ნაწარმოებები შესრულდება, მათ შორის ლეგენდარული ენიო მორიკონეს მუსიკა, რომელსაც კომპოზიტორის მესაყვირე ნელო სალცა დაუკრავს. ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მასტერ-კლასებიც გაიმართება. ვიოლინოს ოსტატმა თითქმის 70 წლის განმავლობაში შექმნა ისტორია, რომელიც დღემდე გრძელდება. ლიანა ისაკაძემ მსოფლიო სცენის დაპყრობის გარდა დააარსა ფესტივალი, რომელიც ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მუსიკალური ფესტივალი ღამის სერენადები ყოველწლიურად მსოფლიო კლასიკური მუსიკის ვარსკვლავებს მასპინძლობს. 2025 წლის პროგრამა უკვე ცნობილია. საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადები წელსაც მრავალფეროვან პროგრამას თავაზობს მაყურებელს. ტრადიციულად გალა კონცერტით გავიხსნებით ბორჯომში 20 აგვისტოს, შემდეგ მაყურებელს ელოდება ბათუმი 3 ძალიან განსხვავებული კონცერტით. ჩამოდის ნელო სალცა პირველად საქართველოში, რომელიც წარსდგება მაყურებლის წინაშე კონცერტით. ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებები საქართველოს 3 ქალაქში შესრულდება. ლეგენდარული ენიო მორიკონეს მთავარი მესაყვირე ნელო სალცა, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში კინოს ისტორიას მაესტროსთან ერთად ქმნიდა, მორიკონეს უყდავ მუსიკას გააცოცხლებს. კლასიკური მუსიკის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი ჩვენი ქალაქისთვის და ყოველთვის ყველა სულმოუთქმელად ელოდება ამ ფესტივალს. ფესტივალზე წელს როგორც ესე ვთქვათ, ერთ-ერთი მუსიკოსი და შემსრულებელი მეც წარდგები და ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია. ღამის სერენადები განსაკუთრებულ ყურადღებას შემეცნებით საგანმანათლებლო პროგრამას დაუთმობს. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში მასტერ-კლასებს სახელგანთქმული მუსიკოსები ჩაატარებენ. დიდი საჩუქარია ჩვენი მოსწავლეებისთვის. ბედნიერებაა ის ხალხი, ვისთანაც ნატრულობს მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობა, რომ მოხვდნენ და მასტერ-კლასი მიიღონ, ისინი აქ ჩამოდიან და აქ ჩვენთან აძლევენ ბავშვებს აი ამ მასტერ-კლასს და ამიტომაც არის, რომ საკმაოდ ცნობილია ჩვენი ხელოვნება, ჩვენი მუსიკოსები. ლიანა ისაკაძის ფესტივალს 11 ოქტომბერს კლასიკური და თანამედროვე ქორეოგრაფიის სინთეზით გაჯერებული ბალეტო დე რომა დახურავს. ბალეტო დი რომა, რომელიც წარდგება პროექტით ასტორი. ეს პროექტი შეიქმნა ასტორ პიაცოლას 100 წლის თავის მიძღვნილი იყო და მთელი მსოფლიო მოიარა ანშლაგით და ეხლა ჩვენს მაყურებელსაც ექნება საშუალება, რომ მიხილოს. მუსიკალურ დღესასწაულს, რომელიც ერთგვარი ხიდია ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას შორის, გიორგი ისაკაძე ხელმძღვანელობს.